დავალებას გაძლევთ. აიღოთ ფურცელი, როგორც ახლა მე მიჭირავს გავყოთ ეგრე შუაზე, ჩამოვდოთ ხაზზე შუაზე გაიღო. ხო, მარცხნა მხარეს ჩამოწერეთ ის თვისებები, რაც თქვენ გიამაყებათ თქვენში. ხო გაქვთ ასეთ თვისებები? ალბათ კეთილი გული გაქვთ. არა. ალბათ გინდათ რომ შეეწიოთ ადამიანებს. შეიძლება მიმდობი ხართ, დამთმობი ხართ, ყურადღებიანი ხართ, მზრუნველი ხართ, აი რა გაქვთ კარგი. ჩამოწერე ასე. ერთმანეთის მიყოლებით. ერთი სიტყვა უნდა ხომ მართალია? სიკეთე, სიყვარული, ურთიერთობა და სხვა ამგვარი ჩამოწერეთ ეს. ოღონდ თქვენ თავთან უნდა იყოთ მართალი. იმიტომ რომ იმიტომ გარო რომ ვიღაცებს წავუკითხოთ, აბა ნახე მე რა ვარო? არა, ეს თქვენი საიდუმლო, თქვენი სარკი არის. ჩამოიწერა ყველა და მიხარია. აი თორე რა კარგი ყოფილვარ. მაგრამ ამას მარჯვენა მხარეც აქვს. აი იქ ჩამოწერეთ ის, რაც თქვენ მიგაჩნიათ რომ არ უნდა გქონდეთ თქვენ და გააქვთ. არ უნდა გქონდეთ. აი წყენა გაქვთ მაგალითად. წყენაო ჭირდა ბადე, რუსთავმა თქვა, თქვენ კი წყენა გაქვთ. ვიღაციდან რაღაცა გაიგეთ, დაიბოღმა კაცი, როგორ იმან რა მაკადრა, როგორ მაკადრა, აღარ დანახვამი და წყენა ჩაიბუდა გულში და რაც მეტი წყენა იქნება, მით უფრო განაწყენებული ვარ ყველაზე. უკვე შენზე რო არ განაწყებული, მარტო შენზე კი აღარ რჩები, აი იმასაც სხვებსაც გადადის, სადაც უფრო სწრაფად გაუნაწყენდები შემდეგშიაც. ხო, აი ჩამოწერეთ, გააქვთ ესა. შეგიძლიათ მიუტევოთ ადამიანებს შეცოდება თქვენს მიმართ. აი უბრალოდ მიუტევო. უბრალოდ. კეთილი ღიმილით. დაივიწყო შენჩერი მორჩა, მოპაპატი, მორჩა. გულში არაფერი ჩამრჩა. არაფერი ჩაირჩინო გულში. აი ესე ჩამოწერეთ. მე დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს გულში ბევრი რაღაცა ჩარჩენილი. იმის მიმართ, ბევრი ვიღაცის, შეიძლება ძმის და დის მიმართაც, დედის და მამის მიმართაც კი. იმიტომ რომ ბევრი მოდის ჩემთან კონსულტაციაზე დედაზე ჩივილით. თვითონ უკვე შვილები ხავს, ქმარი ხავს და დედაზე ჩივის, რომ დედამ აი ასეო და აქვნა დედასთან უმძრახად ვარო. მაგრამ ხო შეიძლება მიუტევო. და მიუტევო, ყველა ცოდვა ყველას გვაქვს, არა ხარ ცოდვილი? არა, ყველა ვართ ასეთი. მაგრამ შენ უფალსაც თქვე, შენი ცოდები მოგესწრას, მაგრამ თუ ვინმე შენთან შეცოდა, მიუტევე რა. მიუტევე ღიმილით, კეთილად, არ ჩაირჩინო გულში. აი ეს არის თვითაღზრდა. ჯერ ამას გააკეთებ თუ არა, ეს თქვენთვის მომინდვია. აი ასე ჩამოწერთ თუ არა მას და ჩაფიქრდებით თუ არა იმაზე, რამდენი რამე მქონია მე გასაშალია შალაშინებელი ჩემს თავში. არა და ბავშვი მიდგას წინ და სწორედაც მას მინდა გქონდეს ყველა კარგი თვისება.